ჩვენთან არის ღმერთი. დაგვიდგა მესამე კვირა დიდი მარხვის, როდესაც შუა ტაძარში გამოვაბრძანებთ ხოლმე ცხოველმყოფელ ჯვარს და მრევლი და თითოეული ჩვენგანი ვეთაყვანებით. ეს არის დღე განზოგებისა დიდი მარხვის, ანუ განახევრებისა. უпроსორად დღევანდელი დღე კი არ არის, არამედ მომავალი ოთხშაბათი დღე იქნება განახევრება დიდი მარხვის. და ჯვრის თაყვანისცემით წმინდა ეკლესია ჩვენ გვახსენებს იმას, რომ ნახევარიღა დარჩა გასავლელი. ეს ნახევარი, რომელიც ჩვენ გავიარეთ, ზოგმა ავად, ზოგმა კარგად, დაუძლურდა ადამიანის ორგანიზმი მარხვით. ეს ბუნებრივი მდგომარეობაა, მაგრამ ცხოველმყოფელი ჯვრის თაყვანისცემით შეგვახსენებს ეკლესია, რომ მალე იქნება ხსნა ჩვენი, მალე იქნება ის პარასკევი დღე, როდესაც მაცხოვრის ჯვარც მას მივიახლები ჩვენ და ვიდღესასწაულებთ აღდგომის დღესასწაულს. აი ამ ძალებს გვაძლევს დედა ეკლესია ცხოველმყოფელი ჯვრის გამობრძანებითა და თაყვანისცემით. ეს რაც შეეხება ტიპიკონურ არსს ეკლესიაში, ანუ წესგანგებით მდგომარეობას. აი თუ კი შევეხებით დოგმატურ საკითხს ჯვართან დაკავშირებულს, ეს უკვე რა თქმა უნდა უფრო სიღრმისეულია. რატომ ვეთაყვანებით ჯვარს? ის ხომ მკვლელობის იარაღია. როგორ შეიძლება შენ ეთაყვანო ისეთ საგანს, რომელზედაც ან რომლითაც მოკლეს ადამიანი? რა ლოგიკა აქვს? შეიძლება ითქვას, რა უცნაურები ხართ ქრისტიანები, რომ ასეთი გამონაგონი თქვენ გწამთ. ეს ხო სისულელია. და პავლე მოციქული ნამდვილად ამბობს, წარმართა და ებრაელთათვის არის სისულელე ჯვარი, ჯვრის საიდუმლოება. აი, როდესაც ამ კითხვას ვსვამთ, ეს ერეტიკოსებშიც არის დღეს გავრცელებული, თქვენ იცით. აი, როდესაც ესე ზედაპირულად უყურებს ადამიანი, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ ჯვარს არ უნდა ეთაყვანოს კაცი. რა გიხარია, ან როგორ შეიძლება ცხოველმყოფელი იყოს, ანუ სიცოცხლის მყოფელი, ის იარაღი, რომლითაც ადამიანი მოკლეს. მნიშვნელობა გინდაც ცხოველი მოკლან. როგორ შეიძლება ეს სათაყვანო იყოს? როგორ შეიძლება ცხოველმყოფელი იყოს ეს? და შენთვის სიწმინდა იყოს უდიდესი. ან ესე ვთქვათ, რა შემთხვევაში არის ცხოველმყოფელი ჯვარი? და ჩვენ ესეთ პასუხს გავცემთ ძალიან მოკლეს. იმიტოა ცხოველმყოფელი ჯვარი უფლისა, რომ მასზე მოკვდა ღმერთი. ამიტოა ცხოველმყოფელი. ეს ჩვენ მიჩვეულები ვართ და იმიტომ ლაპარაკობთ ამას. აი როგორც მიჩვეულები ვართ ღვთის განკაცების საიდუმლოს შობას ან მაცხოვრის აღდგომას. ეს ხალხში ტრადიციულად არის გაზიარებული გაცნობიერების გარეშე ხშირად. მათ შორის ჯვრის საიდუმლოება გაცნობიერების გარეშეა მიღებული. ეხლა ცუდია თუ კარგი, ეხლა ამაზე ვერ ვილაპარაკებთ. შეიძლება უფრო კარგია ვიდრე ცუდი. იმიტომ რომ ტრადიციაში შემოვიდა, სისხლ ხორცში გაჯდა ეს. მაგრამ მხოლოდ გარეგნული გაგება ამ საკითხისა, რა თქმა უნდა, არ ივარგებს. იმიტომ რომ შენ შეიძლება გწამდეს რაღაც, მაგრამ მეორეს ვერ გადასცემ, ვინცაც აინტერესებს ეს. და ხშირად ხდება ხოლმე ასეთი რამ, რომ ჯვარს ვეთაყვანებით, მაგრამ შინაარსობრივად არ ვიცით საიდუმლოება ჯვრისა. როგორც მოგახსენეთ,
რას ვამბობთ ხოლმე ხშირად, ძალიან მოკლედ. ჯვარს ვეთაყვანები იმიტომ, რადგანაც მასზე მოკვდა ღმერთი. სწორი ფორმულირებაა. მიჩვეული ხარ და ამიტომ ამბობ. მაგრამ საუკუნეების წინ ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი გაუგებრობები იყო. იმდენად დიდი, რომ დაჭირდა ამ საკითხებს მსოფლიო კრებების მოწვევა. ანუ მსოფლიო კრება მხოლოდ მაშინ მოიწვეოდა ხოლმე, როდესაც ძალიან დიდი პრობლემა იყო ბიზანტიის იმპერიაში, ასე იგი მოდებული იყო სენი წვალებელთა, ერეტიკოსთა და აღმოფხვრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ორი მიმდინარეობა იყო ღვთისმეტყველებაში, ზოგადად ქრისტესთან დაკავშირებით. ყველაფერი ქრისტეზეა მიბმული. თუ ქრისტე მოვაცილე, ჯვარიც არ არის ხოველმყოფელი. მაცხოვრის პიროვნებაზეა ყველაფერი ჩამოკიდული, შეიძლება ვთქვათ. ღვთისმშობლა წოდებაც მაცხოვართან არის დაკავშირებული და არა ცალკე. ესე იგი, უნდა გავარკვიოთ ჯერ მაცხოვარი ვინ არის. რა მოვლენაა კაცობრიობაში. ერთნი სახარებას რო კითხულობდნენ, ამბობდნენ, ეს არის განღმრთობილი ადამიანი. ანუ ზე ადამიანი, კარგი, წმინდა, მაგრამ ადამიანი, არა ღმერთი. მხოლოდ ადამიანური ბუნების მქონე. მეორენი ამბობდნენ სახარებიდან გამომდინარე ასევე. არა, ის არის მხოლოდ და მხოლოდ ღმერთი ბუნებითად. ასეთები იყვნენ მონოფიზიტები, მეოთხე მსოფლიო კრებაზე დაგმობილები. და დღესაც არსებობენ ეს ერეტიკოსები. მონოფიზიტები, ესე იგი, ერთი ბუნების ამღიარებელნი მაცხოვარში. ხოლო მეორეებს ეწოდებოდათ არიანელები, რომლებიც ამბობდნენ, უკეთეს შემთხვევაში არის ანგელოზი, რომელმაც მიიღო ადამიანური ბუნება, მაგრამ არა შემოქმედი ღმერთი. ანუ ქმნილება ფაქტობრივად, მნიშვნელობა არ აქვს აქ. ლიტონ ადამიანს იტყვი თუ ანგელოს იტყვი თუ წინასწარმეტყველს, ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ქმნილებაა. და თუ ქმნილებაა, ესე იგი ღმერთი ვერ იქნება. ესე იგი, ორი მიმდინარეობა. ერთი მონოფიზიტური, მხოლოდ ღმერთია ბუნებითად, მეორე მხოლოდ ადამიანი, არიანული მიმდინარეობა. ახლა აი ამათ შუაში არის ისეთი ერესი, რომელიც ორივე მათგანს აღიარებს ქრისტეში. მაგრამ ისიც არის ანათემირებული ეკლესიის მიერ. გაცილებით რთული ერესი შესაბამისად. ესე იგი, მონოფიზიტთა და არიანელთა შორის არის ერესი სიმახინჯე, რომელსაც ეწოდება ნესტორიანელობის წვალებლობა. მესამე მსოფლიო კრებაზე დაგმობილი. და რატოა დაგმობილი? თუ კი ორივე ბუნებას ნესტორი გახლავთ მეხუთე საუკუნეში მცხოვრები მოღვაწე პირველ ნახევარში. მოღვაწე კონსტანტინოპოლის პატრიარქი იყო ეს. განათლებული ღვთისმეტყველი, მაგრამ მჭვრეტელი არა. კირილი ალექსანდრიელივით არა. ამიტომ შეცდომები დაუშვა ძალიან დიდი. ესე იგი, ნესტორიანიზმი და ნესტორი რას ქადაგებს? ქრისტეში არის ბუნებითად საღვთო ბუნება. სრული ღმერთია იგი. ამით დაგმეს ნესტორიანელებმა არიანელობა, რომლებიც ამბობდნენ, რომ მხოლოდ ქმნილებაა იქ. მეორე, თქვენს რომ სრული ადამიანია. მხოლოდ ღმერთი კი არა, სრული ადამიანია ამავე დროს. და ეს მონოფიზიტობის წინააღმდეგ, მაგრამ მონოფიზიტობა შემდგომ არის, ნესტორიანელობის შემდგომ განვითარდა ეს. ეს დიდი ამბებია, ხა ამას არ მოვყვებით. უბრალოდ
ამათ შორის რო არის ეს არის მნიშვნელოვანი. ორივე ბუნებას აღიარებს. საღვთოსაც და ადამიანურსაც. და რატო არის ანათემირი? ჩვენს ხო დიოფიზიტები ვართ. ნესტორის დიოფიზიტი იყო. დიოფიზიტი ნიშნავს ორ ბუნებას ქრისტეში. და რატო არის ანათემირებული? იმიტომ რომ ნესტორისათვის ეს ორი ბუნება მაცხოვარში არის ორ პიროვნულობის მქონე. ანუ რას ამბობდა ნესტორი? ნესტორისთვის იყო აბსოლუტურად წარმოუდგენელი, რომ შესაძლებელია მარიამისაგან, ანუ ადამიანისაგან იშვას ღმერთი. ის ამბობდა, როგორ შეიძლება შემოქმედმა, რომელმაც შექმნა მარიამი, ღვთისმშობლად რო უწოდებთ თქვენ, როგორ შეიძლება ქმნილებამ შემოქმედი შვას, შემოქმედა თვითონ დაბადა ეს ქმნილება და თავისი შემოქმედი როგორ შეიძლება შვას მან? რაღაცა ლოგიკურია. და დაუშვა ასეთი რამ, რომ მარიამს ღვთისმშობლობის პატივი თეოტოკოსისა, ესეთი ტერმინია, თეოტოკოს ნიშნავს ღვთისმშობელი. ეს პატივი მოაცილა და თქვა, რომ რადგანაც შეუძლებელია ბუნებითად ღმერთი შვას, ამ დროს ბუნებითად ღმერთია ქრისტე. ბუნება აქვს საღვთო. მაგრამ როგორ აქვს მაშინ ეს საღვთო ბუნება თუ ღმერთი არ აშვა? ნესტორმა ესეთი გამოსავალი მოძებნა. მარიამმა შვა კაცი იესო, ვიღაც კაცი იესო, რჩეული კაცი, ადამიანური ბუნების მქონე და ადამიანური პიროვნების მქონე. თითოეული ჩვენგანი როგორიც არის, აი ეგეთი კაცის შვა იესო, სახელად იესო. იესოები უამრავი იყო ძველ აღთქმაში. ისუ ნავესზე და უამრავიას. ასეთი შვა იესო, მარიამმა. და რო დაინახა ძე ღმერთმა, საღვთო ბუნების მქონემ, რომ ეს გაუძლებდა ყველა განსაცდელს, ჩასახლდა მასში როგორც ტაძარში. ესე რა გამოდის, რომ ძე ღმერთი პიროვნება, რომელსაც მარად აქვს საღვთო ბუნება, ჩასახლებულია მეორე პიროვნებაში, კაცი იესოში, რომელსაც თავისი პიროვნება აქვს და თავისი ბუნება ადამიანური. აი ეს ორი ბუნება, რომელიც ჩვენ თავიდან ვთქვით ნესტორთან დაკავშირებით. მაგრამ შეცდომა რა არის? რომ ეს განკაცება არ არის ღვთისა. ეს არის იმ იესო კაცის განღმრთობა და სხვა არაფერი. და რატო არის ხლა ჯვართან რატოა დაკავშირებული ეს ყოველივე? აი ამაში რომ გავერკვიეთ ჩვენ, რომ ეს არის ერესი ორ ძეობისა. ესე თან არსებობს ორი ძე ქრისტეში, ერთი სხეულია, კაცი იესო ცალკე, ესე რასაც როცა შივდება, როცა სხურდება, ეს კაცი იესო შივდება, სხურდება, ძე ღმერთს კი არა. აი ამ კაცი იესოს. და ძე ღმერთი არის თავისუფალი ამ ყველაფრისგან. ეს ხო განკაცება არ არის. განკაცება რა არის? განკაცება არის, როდესაც ძე ღმერთი პიროვნება, ძე ღმერთი მარად საღვთო ბუნების მქონე იღებს მეორე ბუნებას, პიროვნებას კი უერთდება კაცი იესოსას. არამედ მეორე ბუნებას იღებს იმას, რომელიც არ ქონია მანამდე. ესე იგი, ერთი ბუნება, საღვთო, მარად მყოფი, ყოლად ნეტარი, ხელშეუხებელი და უხილავი, ძე ღმერთის პიროვნების მქონე, ესე იგი, საღვთო ბუნება ძე ღმერთთან ერთად იღებს მეორე ბუნებას, პიროვნებას კი არა კაცისას, არამედ ადამიანური ბუნების პიროვნება თვითონ ხდება ძე ღმერთი. და ეს ორი ბუნება არის მართლმადიდებლური დიოფიზიტობა. ეს არის განკაცება ღმერთისა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ განღმრთობილობას
კაც იესოსას. ესე იგი, ერთ პიროვნებაში შეერთებული ორი ბუნება. შესაბამისად, აი ეს თუ გავარკვიეთ ჩვენ, შესაბამისად რა გამოდის, რომ მარიამს ვინმე კაცი კი არ უშვია, არამედ ღმერთი შვა, პიროვნება ღმერთი შვა, ოღონდ როგორ შვა ადამიანური ბუნებით. იმიტომ რომ საღვთო ბუნებით ვერ იშვება. საღვთო ბუნება ყოვლად სრულია, დაუსაბამო და დაუსრულებელი. საღვთო ბუნებას ვერ შობს ვერც ერთი ადამიანთაგანი. მაგრამ ღვთისმშობლად იმიტომ იწოდება ღვთის დედა, რომ ღმერთი სრული მეორე ჰიპოსტასი სამებისა ადამიანური ბუნებით შვა და შესაბამისად აქედან გამომდინარე რა გამოდის, რასაც ჩვენ სახარებაში ვკითხულობთ, აი დაიბადა შობა დაუშვათ, ხო? იზრდება 40 დღის მაცხოვარი, 12 წლის მაცხოვარი იერუსალიმში. ვინ არის ეს? ეს არის ძე ღმერთი. ადამიანური ბუნების მქონე ძე ღმერთი განიცდის ყველაფერს. ამას ღვთისმეტყველებაში ეწოდება ღმერთის ვნებულებაი, თეოპასხიზმი. როცა ყველაფერს ადამიანურს ვიღაცა კაცი იესო კი არ განიცდის, არამედ ღმერთი განიცდის ამ ყველაფერს. და ამიტომაც არის ღვთისმშობლად წოდებული მარიამი, ამიტომაც არის ყველაფერი, რაც კი დაკავშირებულია მაცხოვართან, ცხოველმყოფელობით ახსილი. ეხლა მივედით ჯვართან. ვინ გაეკრა ჯვარზე? ნესტორი იტყოდა, როგორ შეიძლება ღმერთი მოკდეს ჯვარზე? მაშინ რატო ეთაყვანები ნესტორ ჯვარს? თუ ადამიანი გაეკრა, როგორ იტყოდა ამ შემთხვევაში ნესტორი? იესო კაცი გაეკრა, ძე ღმერთი მოშორდა მას, იტანჯა მოკვდა ჯვარზე კაცი იესო. ძე ღმერთი რა შუაშია? და კითხვაა მერე, თუ კაცი იესო გაეკრა და ძე ღმერთი არავით არ შუაში არ არის, მაშინ რატო ეთაყვანები ჯვარს? ცხოველმყოფელი ხომ აღარ არის ეს ჯვარი? იმიტომ რომ შენ მხოლოდ მის კაცებას განუკუთვნებ ვნებულებას და სიკვდილს. ცხოველმყოფელი ჯვარი როდის ხდება? ცხოველმყოფელი ვნებები, აი ბოლოკვირა მაცხოვართან დაკავშირებული ეს ურთულესი ტექსტები რო იკითხება, მისი დაცინვა, ფურთხება, ჩაცმა ქლამინში, ჯვარცმა, რატომ ვუწოდებთ მათ, რომ ცხოველმყოფელი ვნებებია მაცხოვრისა? იმიტომ რომ ეს ყველაფერი ძე ღმერთმა განიცადა, ოღონდ ადამიანური ბუნებით, საღვთო ბუნებით ვერ განიცდიდა, მაგრამ პიროვნება იყო ძე ღმერთისა. შესაბამისად ცხოველმყოფელია ჯვარი. იმიტომ რომ აი დაუბრუნდეთ იმ პირველ ნათქვამს. რატო ვეთაყვანებით ჯვარს? ღმერთი მოკვდა ჯვარზეო, პასუხი რო გავეცით თავიდანვე. რას ნიშნავს ღმერთი მოკვდა ჯვარზე? როგორ შეიძლება ღმერთი ჯვარზე მოკვდეს? საღვთო ბუნებით შეუძლებელია. ამიტომ არის საცდური იუდეველთათვის და სისულელე წარმართათვის. და ქრისტიანებისთვის ეს არის დიდი საიდუმლოება. იმიტომ რომ ქრისტიანობა არის ღმერთის შობისა და ღმერთის, სრული ღმერთის მეორე ჰიპოსტასის, საღვთო ბუნების მქონის ადამიანური ბუნების ჯვარცმა ხდება ჯვარზე. და სიკვდილი განიცადა ძე ღმერთმა. ოღონდ კიდევ აღნიშნავთ ადამიანური ბუნებით. ვინ აღდგა ძე ღმერთი ადამიანური ბუნებით? საღვთო ბუნება ვერ მოკვდება. საღვთო ბუნება ვერ აღდგება მესამე დღეს. საღვთო ბუნება ვერ ამაღლდება ზეცად.
იმიტომ რომ ის ყოვლად სრულია და ყველგამყოფი. მაგრამ ვინ განიცადა ყოველივე, რაც კი სახარებაშია დაწერილი. მართლმადიდებლობა ცალმხრივად ასწავლის, რომ ყველაფერი განიცადა ძე ღმერთმა ადამიანური ბუნებით. და ამიტომაც ყველაფერი მაცხოვართან დაკავშირებული არის ცხოვრების მომნიჭებელი, სიცოცხლის მაუწყებელი და ცხოველმყოფელი, როგორც ძველ ქართულში არის. და ასეთ რამესაც კი ამბობს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი მეოთხე საუკუნეში, ძალიან კადნიერი ნათქვამია, ძალიან რთულად გასაგები. სხვა განმარტება ჭირდება, ახლა ამას არ დავუწყებ, მაგრამ ესე ტერმინი აქვს გამოყენებული. რა წამს ძე ღმერთმა მიიღო მეორე ბუნება, ანუ ვიღაც კაცმა გიესმო გია, ძე ღმერთმა რომ მიიღო ადამიანური ბუნება, ამ ადამიანურ ბუნებას მე ვუწოდებ, რომ იგი თანაღმერთია. თანაღმერთი ნიშნავს იმავე პატივის მატარებელს, რაც საღვთო ბუნებაა. როგორ შეიძლება ადამიანური ბუნება კნინი საღვთოსთან შედარებით იყოს თანაღმერთი? არ შეიძლება, ჩვეულებრივ შემთხვევაში არ შეიძლება ეს. მაგრამ მაცხოვარი, რადგანაც ბუნებითად ღმერთია და მისი მეორე ბუნება მისეული ბუნებაა, აი გამომდინარე აქედან ის ადამიანური ბუნება იმ პატივშია, რომ თანაღმერთად იწოდება საეკლესიო მამების მიერ. და მის სხეულს ჩვენ ვეთაყვანებით არა პირობითად, არა სქეტიკურად, ანუ გადატანითი მნიშვნელობით, როგორც დაუშვათ ვეთაყვანებით ხატებს, ან კიდე სხვა, არამედ როგორც თანაბუნებითად ღმერთთან. ამას მე გაშლა ჭირდება, რა თქმა უნდა, და ეს სალაპარაკო არ არის, მაგრამ ეს ტერმინი აქვს გამოყენებული, რომელიც შემდგომ მამებთან არის აღიარებული როგორც უდიდესი მიგნება წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველისა. აი ესია საიდუმლოება ჯვრისა. თუ ღმერთი არ მოკვდა ჯვარზე ადამიანური ბუნებით, მაშინ ჯვარს რომ ვეთაყვანოთ, სულელები ყოფილვართ მაშინ. არ შეიძლება ადამიანი როგორ შეიძლება გიხაროდეს რომ ჯვარზე მოკვდა. მაგრამ რატომ მოკვდა ღმერთი? რათა ადამიანები გამოიხსნა. და ეს ჯვარი არის იარაღი იმისა, რომ დაეთრგუნა თავისი სიკვდილით დასაბამიერი სიკვდილი. ეს იყო საშუალება. და ამიტომ არის ცხოველმყოფელი ყოველივე მასთან დაკავშირებული. არა მონოფიზიტობა, ერთბუნებითობა, არა მხოლოდ ერთი კაცია იესო მხოლოდ და ქმნილება, ორბუნებოვანი მაცხოვარი, მაგრამ ეს ორი ბუნება თუ სწორად ვერ გავიგეთ, შეიძლება ჩავარდეთ ნესტორიანიზმში და გვეგონოს, რომ ვართ მართლმადიდებელი ადამიანები. მართლმადიდებლობა ძალიან ზოგადად რო ვთქვათ, არის ერთ ჰიპოსტასში ძე ღმერთში ორი ბუნების მქონეობა. აი ეს არის ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა. ამის გამო იბრძოდნენ მთელი საუკუნეების განმავლობაში ის უდიდესი ღვთისმეტყველები, რომლებიც ჩვენ ისტორიამ დაგვიტოვა, კირილი ალექსანდრიელი, შემდგომში მაქსიმე ამსარეველი, უდიდესი გონებები ამავე დროს. შეიძლება ითქვას, შეეწირნენ ესენი ამ საკითხებს. დაგვიტოვეს გაწმენდილი ოქროსებრ ღვთისმეტყველება. დაგლოცოთ ღმერთმა და შეგვაწიოს უფალმა ცხოველმყოფელი ჯვრის საიდუმლოების მადლი. გაიხარეთ.